მოგესალმებით ყველას, მოდით მოვამზადოთ უგემრიელესი ჯინჯერის ორწყობილები, რომელიც გაახარებს თქვენს პატარებს. ეხლა კი დროა შევუდგეთ საქმეს. სქელეზერიან ქვაბში მოვათესოთ შაქარი. შაქარი უნდა გავალყოთ, უნდა მივიღოთ კარამელი. კარამელს დავუმატოთ მდუღარე წყალი. გადავურიოთ ყველაფერი კარგად. მიღებულ სითხეში დავუმატოთ ვანილინი, მარილი, ჯინჯერი, ასევე დარიჩინი და მუსკატის კაკალი. სურვილისამე შეგიძლიათ დავუმატოთ ლიმონის ცედრაც. როდესაც სითხე კარგად წამოდუხდება, დავუმატოთ საწყობის სოდა. გადავურიოთ ყველაფერი კარგად. სოდა შევა რეაქციაში კარამელთან და აკაფდება. აკაფებული მასა დროებით გადმოვდგათ. ეხლა კი დაგვჭირდება სპრედი ოდა. ოდა მოვათესოთ კარამელში. კარამელის სიმხურვალისგან ოდა გადნება. აუცილებელია ყველაფერი კარგად გადავურიოთ და შემდგომში გავწუროთ საძურში, რათა არ გაყვეს ზედმეტი კორკოშები. ამასობაში სანამ კარამელი გაგრილდება, თაში მოვათესოთ შაქარი, 1 ცალი კვერცხი და 1 ცალი კვერცხის გული. გადავურიოთ ყველაფერი კარგად. დავუმატოთ გაგრილებული კარამელი. კვლავაც ყველაფერი კარგად გადავურიოთ. საბოლოოდ დავუმატოთ ფქვილი. ხელის დახმარებით მოვზილოთ ერთგვაროვანი სტრუქტურის ცომი. მიღებული ცომი დავამუშავოთ მაკიდაზე. მზად ცომი მოვათესოთ გადასაკრავ პარკში და ჩავდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით სტაბილიზაციისათვის. 2 საათის შემდგომ ცომი გავყოთ 2 ნაწილად. ერთი ნაწილი ცომი მოვათესოთ საწყობ ქაღალდზე. მოვათესოთ მეორე საწყობი ქაღალდი და საფრთხელებელის დახმარებით გავიყვანოთ განში. ყალიბის დახმარებით ამოვჭროთ თქვენთვის სასურველი ფიგურები. შემდგომში ზედმეტი ცომი მოვაშოროთ და გადმოვიტანოთ პერფორირებულ ხალიჩაზე ან საწყობ ქაღალდზე. გამოვაწყოთ წინასწარ გაცხელებულ ხუმელში 170 გრადუსზე ზედაქვედაწვის რეჟიმით. ვაწყობთ დაახლოებით 10-12 წუთი. სანამ ორწყობილები გაგრილდება, მოვამზადოთ აისინგი. თაში მოვათესოთ შაქრის პუდრა, ვანილინი, კვერცხის ცილო და ლიმონის წვენი. ყველაფერი ავტკიფოთ ჰაეროვან მასამდე. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი სტრუქტურის კრემისებური მასა. მზა აისინგში ვამატებთ საკვებს აღებავს და ასევე ვამატებთ წყალს. წყლის დამატებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ აისინგის სტრუქტურა. მყარი აისინგის დახმარებით ვაკეთებთ კონტურებს, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ შუაში მოთავსებული აისინგი არ გადმოვიდეს გვერდებიდან. შუაში კი ვათავსებთ უფრო თხევად აისინგს, რათა თანაბრად დაჯდეს მთელ ზედაპირზე აისინგი. როდესაც მოვათავსებთ თხევად აისინგს, ბამბუკის ჟღერის დახმარებით ვანაწილებთ თანაბრად, რათა სწორედ და ლამაზად დაჯდეს. აისინგის გაშრობას დასჭირდება 1 დღე. ვტოვებთ თბილ ადგილას, რათა უფრო მალე გამოშრეს. საბოლოოდ ასეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი ორწყობილები გამოგვივიდა. აუცილებლად სცადეთ, არ ენანებთ.